მოგესალმებით. ალბათ იმადონა როგორ არის იტალიიდან. ქართველების მდგომარეობა ბარში როგორ არის, ჩამოდიან, მიდიან, რამე კლება, რა მდგომარეობაა მოკლედ. ისე როგორც იყო, არ მეკლებთ, არა პირიქით. მოდიან და მოდიან. რო ამბობენ რომ რაღაც უნდა საზღვართან დაკავშირებით შეიცვალოს თუ კანონები თუ რაღაცა, უფრო შემოდინება უფრო არის. ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი შემოვიდეს. შინიათ რატომღაც 12 ოქტომბერს რაღაც გადაწყვეტილება რომ უნდა მიიღონ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. არის ნამდვილად ახლა ჯერ 31 აგვისტო იყო და ახლა გადადეს 12 ოქტომბრამდე? თქვენ ეგ ინფორმაცია 12 ოქტომბრამდე. იტალიის მთავრობა მაგ ჭუაზეა ვითომ? იტალიის მთავრობა დაფერი არის მისამადგან. საერთოდ არაფერი, იმიტომ რომ ესენი ყველა შეკულებაში ახლა დაბრუნდებიან 11-12-დან გაიხსნება ამათთან უკვე მუშაობა და ნახოთ მე რა იქნება. ხო, ესე იგი ამ პანიკის გამო ქართველებმა უფრო დატოვეს, ხედავ, წარმოიდგინეთ საქართველოს რომ მე თუ ჩაიკეტება ვეღარ გავლენ, ხედავ რა ხდება? ესე ხელს უწყობენ თავისი სულელური წინააღმდეგობით მოსახლეობამ დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ხო, არ მოხდება არავითარი ჩაკეტვა და რამე მე არ მჯერა მაგის ვერ გავიაზრე ეგა რომ რამდენად ეგ შესაძლებელია და თუ შესაძლებელია რა შეაწყობს ევროპას ეგა. არ ეს უფრო რაღაც გარკვეული ულტიმატუმები არის ბიზნეს მიმართ რომ ბიზნეს თამაშობს თავისებურად ევროპული რაღაც კოჭების გორებაში არის და უნდა რომ მაინც ევროპული ვითომ სახე შეინარჩუნოს. ხო, ნახოთ ეს თამაში სადამდე გაგრძელდება. არა, მაგ ვიზების გაუქმება ეგრე ადვილი არ არის ახლა სწრაფად, ახლა ჩაკეტო და ამდენი ხალხი მათ ესე დატოვო, მაშინ ეგ მაგ ხალხს რას უპირებენ? რო გითხრათ ბატონო რეზო, ახლა მეორე დღე დავბრუნდი, მაგრამ აი უკვე მესმის ქალებისგან რომ ძალიან გამკაცრებულია შემოწმება და ეს არასოდეს არ ყოფილა ესე ბარში, რაც ახლა ძალიან გამკაცრებულია და აფრთხილებენ განსაკუთრებით ქალებს რომ გაჩერდებით ერთ ადგილას 3-4-5 და ტელეფონით რო დადიხართ მაღლა ნულაპარაკობთ, მაინც ყურში ხდება და შეიძლება გაგაჩერონ და ფრთხილად იყავით, თუ საბუთოებზეა უკვე ლაპარაკი. მაგრამ როგორც ასე ვერ არავინ არა უყვანიათ და არანაირი ის არ არის ინფორმაცია, მაგრამ შემოწმებები არის. იცით როგორ არის ბატონო რეზო, დიზაინი ალბათ 2007 რო ვთქვა და 2005-20 წელი უნდა გქონდეს სამუშაო სტაჟი, რომ აქ მოქალაქეობა აიღო კონტრაქტით. უწყვეტი რეზიდენცია ფიქსირდება ქართველი 2003-2004. მე ბარზე მაგლაპარაკი იქეთ არ ვიცი, ჩემი ქალაქით ვამბობ. და მაშინ კეთდებოდა საბუთები, აქ ორი სახის საბუთი კეთდება, არის სანატორია და არის ფლუსი. ფლუსი ნიშნავს საქართველოში უნდა დაბრუნდე, ანუ ოჯახი აგზავნის მოწვევას, გიკეთებს მოწვევას, წახვიდე უნდა საქართველოში და საქართველოს საელჩოთი ყველაფრით მოდიხარ აქ. და სანატორია ნიშნავს აქ ხარ ადგილზე ოჯახი გიხდის, ფულს არის 500 ევროიანი და არის 1000 ევროიანი სანატორია. მაგრამ ეს სანატორიები შემოვიდა 2009 წელს, პირველი შემოსვლა იყო 2009 წელს და მერე იყო 2011-ში. იტალიაში ესე იგი რამდენი საფეხური უნდა გაიაროს კაცმა რომ მოქალაქეობა მიიღო თავისი პასპორტით და პასპორტში რომ მიწერია რომ ევროპასპორტის მოქალაქე ვარ, მაგას ვიძახ და არა ის რომ გაჩერების უფლება მაქვს და გარკვეული გახანგრძლივება, ეგ სხვა რაღაცა. სრულუფლებიანი მოქალაქე არის იტალიის მოქალაქეობა, რამდენი ხანი ჭირდება? მე ახლა ბატონო რეზო მე ვარ შემოსული 2007-ში და 2009-დან მაქვს საბუთი. ჩვეულებრივად აი ამდენი ხანი დამჭირდა ამდენი წლები და ავიღე 23 მაისს უკვე იტალიის პასპორტი და ესა 23 მაისს 2025 წლის. მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელია ვარ, ეს ჩემი მეორე სამსახურია, იმიტომ ერთთან მიმუშავე 10 წელი და 3 თვე და ამასთან მუშაობ 10 წელი და 6 თვე. სულ მაქვს 21 წელი ნამუშევარია თან უწყვეტი რეზიდენცია. თუ აქ რეზიდენცია არის ჩაწერა, თუ აქ ჩაწერა გაქვს გაწყვეტილი მოქალაქეობაზე აისახება უარყოფითად. იმიტომ უნდა ფიქსირდებოდე, უნდა იყოს შენი მისამართი, რომ შენ ხარ
ჩაწერილი და მუშაობ კონტრაქტით. კონტრაქტი შეიძლება გაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ გარდაიცვალა მოხუცი და ხარ დისოკუპაციონ როგორ გითხრათ უმუშევრობის ემაზე, მაგრამ ეს უმუშევრობაც ითვლება 1 წელი უმუშევრობა ითვლება კონტრაქტში. და ეს ყველაფერი უნდა შეადგენდეს 20 წელს. ხო, ესე იგი მახრელა სტაჟია საჭირო რომ მოქალაქე გახდეს მათ ადამიანი? ეგ იმ შემთხვევაში თუ აი მოქალაქეობის ხრით წახვალ ამ ხაზით, მაგრამ არის ახლა ქორწინების მოქალაქეობა თუ იტალიელთან ხარ მანქალთან კაცთან ქორწინებაში 5 წლის მერე უკვე აღწრავს საქმეს და იმასაც სადღაც წლები უნდა ხარ ზუსტად არ ვიცი ისე რომ არ გამომივიდეს 7-დან 8 წლამდე მგონი. ერთ ცოტა მარტივი გზაა, იმიტომ რომ იტალიელი ყავს მეუღლე, არ აქვს მნიშვნელი ქალი კაცი და უფრო მარტივად ხდება. მაგრამ აუცილებლად გინდა სამუშაო კონტრაქტი და აუცილებლად გჭირდება ჩაწერა. ისე ვერაფერს ვერ გააკეთებ. ხო, ხედავთ როგორ არის და ისე ადგილობრივი რაღაც საბუთის მიცემა როგორ ხდება, რომ დროები თავარ და თქვათ რომ არ იყო არალეგალური თლათ. ეს უფრო ადვილი არის მაგის მიღება? ანუ თქვენ რა გაქვთ ხედველობაში, აი დავუშვათ მე შემიძლია ვინმე ჩამოუყანო ჰოსპიტალი და გაუკეთო, ანუ მოწვევა სასტუმრო ვიზით. დიახ. მაგრამ ეს სამთვეში უნდა დაბრუნდეს უკან. ეხლა რას აკეთებენ, რომ ჩამოდიან აქ, ეხლა უკვე ისე არის, იტალიამ გახსნა ჩაბარების, როგორ გითხრა, პარტებიან უკვე. ანუ რაღაც მოტივსდებენ, ზოგი გაშორებული ვარ ქმარს, ზოგი დამდე პოლიტიკურით, არა პოლიტიკურით არ ეხებს. არავის არ ეხებს იტალია ქართველს პოლიტიკურით. თუ აი ხარ დევნაში მეუღლე გავიწრო, ყოფილი მეუღლეა, ყოფილი შეყვარებული გავიწროებს, ნუ ესეთი რაღაცებით იმაშვებიან. და ეგრევე ანაბეჭდებს უღებენ და იღებენ დროებით სამუშაო უფლებას. აზილო პოლიტიკო ქვია მაგას, მაგრამ პოლიტიკის ხაზით ვერ იღებ, როგორც ითხოვ თავშესაფარს, რომ ქვეყანამ დაგიცვას შენი ქვეყნიდან, რომ შენ ქვეყანაში გდევს, ან ქმარი, ან მამა, ან დედა, ნუ ესეთი რაღაცა. მაგრამ ეგ მოქალაქე ეგ არნიშნავს, ეგ არის უბრალოდ თავშესაფარი. მოქალაქეობა არანაირი მოქალაქეობაც ნიშნავს, ეს ნიშნავს უბრალოდ გაძლევენ 6 თვიანს, თან უნდა იმუშაო 6 თვის განმავლობაში. გაძლევენ მრჩეუტას ანუ საბუთს და უნდა კონტრაქტით იმუშაო. თუ შენ არსად კონტრაქტით არ მუშაობ, ეგრევე შეგიწყვეტავენ. არც ერთ შემთხვევაში არ იმას კი კონტრაქტით ყველა ითხოვს სამუშაოს და ჩაწერას. ესე იგი გამოდის რომ ქალბატონო მადონა მანდ ბარში მოქალაქეობა ალბათ ერთეულებს აქვთ, ხო? კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ეხლა დაიწყო ეს მოქალაქეობის გაცემა. პირველი კოვიდი მგონი 19-ში იყო, ხო? ჩაიკეტა ყველაფერი. მერე 21-დან დაიწყო მოქალაქეობის გაცემები. ანუ ეს შეეხო ვინც 2003-ში 4-ში ჩამოვიდა. და მერე მიყვა აი ესე ვისაც ის აქვს, მაგრამ ყველას არაძლევენ. იცით როგორ არის მოქალაქეობა? საქართველოდან მე ახლა რო გავაკეთე, აი ჩემ მაგალითზე გეტყვი, საქართველოდან უშიშროებიდან გამოითხოვეს საბუთები, რომ მე არ ვარ ნასამართლები, არ ვიყავი რამე დამნაშავე, იუსტიციის სამინისტრო და ყველაფერი საბუთები შეიკრიბა იქიდან, წამოვიდა აქ. მე აქ იყო 2 წელნახევარი, მე 2 წელნახევარი მომიწია, ზოგს 2 წელი და 3 თვე განხილვაშია. და მე მოგდის დასტური. და რა არის შესაძლებელი მოქალაქეობისათვის რა არის რამე ადგილობრივი რაღაცა ისტორია, პოლიტიკური რაღაც მდგომარეობის შესწავლა, რამე ჩააბარეთ ენა და ასე შემდეგ. არა, ეს არა, ეხლა არა, მე თავიდან ჩავაბარე 1 წელი ჩამოსული რო ვიყავი, გავიარე გამოცდები და გავედი ჩვეულებრივად გამოცდები ჩავაბარე. ხო, ესე იგი მოქალაქეობის გამოცდები აუცილებელია, ხო? მოქალაქეობისათვის. აუცილებელია. აქცევენ ენას ყურადღებას. მე უბრალოდ რო ჩამოვედი მაშინ და ისეთ მოხუცთან მუშაობდი, ბებო მასწავლებელი იყო და მასწავლიდა ძალიან კარგად და თვითონ ბებოს დაჟინებული თხოვნით გავედი გამოცდაზე, ისე გავედი მეშინო და ძალიან, ხლა მაინც 1 წელი ჩამოსულმა ენა რა დონეზე უნდა მწოდნოდა, ხო? მაგრამ გავრისკე და რატომღაც გავედი. პირველივე გასვლაზე გავედი, იმიტომ ბებო მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი და 2, 3, 4 საათი მამეცადინებდა.
მე ჩემზე იმოქმედა იმანაც და იმუშავა დადებითად იმან რომ არ იყო 2007 წელს ესე კომპიუტერები შემოსული ეს Facebook-ები და ეს ტელეფონში ისინი სულ ვიყავით აი ურთიერთობაზე მოხუცთან ლაპარაკი ტელევიზორი და ეს ტელეფონი საერთოდ არ მქონდა ისე მქონდა რა ადგილობრივი საკომუნიკაციო როგორც ასეთი რომ ეხლა როგორც არის თავს არ წევენ ტელეფონიდან ესე მაშინ არ იყო აი ბევრი ქართველი ესე გაიმართა წელში იმ წლებში ვინც ჩამოვიდა ყველა ადვილად აითვისა ენა იმიტომ რომ მოხუცთან ჰქონდათ უშუალოდ ურთიერთობა ზოგადთან ჰქონდათ და ტელეფონი საერთოდ გვერდზე იყო გაწეული და კიდე ერთი ბატონო სახელმწიფოს უხდიდით რამეს მუშაობის პროცესში როგორ არა ყველა იხდის როცა კონტრაქტით მუშაობ სეტეტრენდა ქვია აქ ანუ ტასები რა ჩაულებრივ ყველა წლის ბოლოს მაგრამ ეხლა ჩემ შემთხვევაში როგორ არის იცი მე პირიქით აქეთ მიხდის სახელმწიფო იმიტომ რომ მე მეუღლე მყავს აყვანილი ჩემ კარიკოზე ანუ ჩემ კმაყოფაზე როგორ გითხრა ჩემ საბუთებზე მყავს დამატებული ინამა ქირით აღებული და ჩემი ხელფასი არ აღემატება იმას რომ დაუშვათ იმას ღვარს რაც უნდა იყოს წელიწადში და სახელმწიფო აქეთმა ხო ესე იგი იმ სტანდარტში არის ხარ და ყველა დეკემბრის ბოლოს აქეთმა წელს დაგმოგვიც ხო მაგრამ ვინც ამ სტანდარტში ის რა თქმა უნდა გოგოები იხდიან ზოგი 1200 წლის ბოლოს 2500 გააჩნია ვის რამდენი აქ შემოსავალი კი აუცილებლად იხდიან სეტეტრენდებს ისე აქ გადასახადის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ და იმ მოქალაქეობაზეც მოქმედებს იქ აჩვენებს იქ ყველაფერს შენ იხდი სეტეტრენდას ან რატო არ იხდი ახლა მე რო არ ვიხდი იქ იყო ნაჩვენები რომ რატო არ ვიხდი მაგრამ შენ თუ არაფერი პრობლემა არ აქვს სიტყვაზე და არ იხდი სეტეტრენდას ხო ჯარიმა მოგდეს იმ ხელი შეიძლება წელში გაგწყვიტოს ძალიან დიდი ჯარიმა მოდით ესე იგი დღევანდელი მონაცემებით უფრო გაართულეს მიღება თქვათ რაც ადრე იყო თქვენ დროს ეხლა უფრო გართულებულია საბუთებიც და საერთოდ მოქალაქეობა დღეს წესრიგში რო დგას გართულდა ეგა არა როგორც ასეთი ახლა თუ საბუთები ყველაფერი წესრიგში გაქვს არანაირი გართულება ჯერჯერობით არ არის თავარია საბუთებს ამოწმებენ და უნდა გქონდეს ყველაფერი წესრიგში მაგრამ გართულდა საბუთის გამოსვლა გართულდა ეხლა რომელ წელს იყო ბოლოს გამოსული ფლუსი გამოდის 6 თვეში ერთხელ და გამოდის იცით როგორ აი უფრო ქართველებზე მანდა მაინც არ მოქმედებს მოგონი წელს იყო რაღაც ზუსტად არ ვიცი რომ არ მჭირდება ქართველებზე იყო წელს მომლელები თორე ისე იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მუშაობა ეს და სანატორია კაიხანი არ გამოსულა ალბათ 1-4 წელია 5 და არიან უსაბუთოდ და ყველა გადავიდა ამ აზილოს გაკეთებაზე ანუ აი ეს თავშესაფრას ითხოვენ იმიტომ რომ ოჯახში რო არიან მე აიღებენ ამ რეჩევ ქვითარს და ოჯახში მიდიან და დებენ კონტრაქტს და უკვე იღებენ მისამართს ოჯახი ვალდებულია შენ სადაც მუშაობ იქ გაგიკეთოს ჩაწერა ხო ესე იგი სხვა შანსი არ აქვს არიან ზოგი ოჯახები რომ წინააღმდეგობას გაწევენ მაგალითად ვერ გაგიკეთებ ჩაწერას მაგრამ კანონში გვიწერია რომ სადაც მუშაობ მოხუცთან 24 შვიდზე თუ მუშაობ აუცილებლად იქ უნდა გქონდეს ჩაწერა ან თუ გაქვს შენი ბინა რა აღნიშნული შენია საკუთარი ქირითა იქ უნდა გქონდეს ჩაწერა და მადამაინც ესე მოქალაქეობისთვის სამუშაოს მარტო ეგ არის მოხუცთან თავშესაფრის თქვათ მომლელად და სხვა შანსი არ არის თქვათ მშენებლობაზე ვინც არის იმათ რა ელოდებათ როგორ არ არის საბუთს რო აიღებთ იცით როგორ არის ბიჭები ახლა როგორ მუშაობენ ძირითადად აი როგორ გითხრათ მეუღლეები ხო ყავთ მეუღლის ხარჯზე როგორ ჩემი მეუღლე რა ქალების ხარჯზე გადიან კაცები აქ მამაკაცის სამსახური ძალიან რთულია ჩვენ ქართველ მამაკაცებს მაგალითად მოხუცთან და ეს ურთიერთობა უჭირს და უფრო მშენებლობაზე, მანქანებზე, ტვირთის გადაზიდვაზე და ესეთ რაღაცებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ეთდება მეუღლის მხრიდან, ცოლის მხრიდან. იმიტომ რომ ქალისთვის ადვილია საბუთის გაკეთება, და ქალი შედის მოხუცთან სამუშაოდ და იქ უკვე რეგულარს აკეთებს, რეგულარ ყველაფერს მოწესრიგებულად აკეთებს. და მერე უკეთებს თავის ქმარს.
ოჯახი შეერთება ქვია ან დამატება და მე ქმარიც იღებს უკვე ჯერ თავიდან 2 წლიანს და მე ყველა 2 წელიწადს გადავადებას აკეთებს. ამ საბუთით შეუძლია თუ გაქვს საბუთი, თუ არა გაქვს საბუთი, ძალიან უჭერს აქვს. აი ძალიან. და ამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ქართველი არალეგალურად არის იტალიაში, ისე რა უცნაურია. ქალები საკუთრებით. ბიჭებიც არიან, მაგრამ ვაი იმყოფნას. ვაი. მე შეგეწოდება და შედღეში არიან. ხო. ქალები კარგად გააქვთ თავი, იმიტომ რომ თუ არა არის ცოტა ცუდია ამის თქვა, მაგრამ იაფი მუშახელია რა. ხო. და იტალიელებიც ყველაზე მეტ უპირატესობას ქართველს ანიჭებენ, აი აგენციებში რომ იმაში დასაქმების იმაში რომ მიდიხარ, პირდაპირ ეუბნებიან მომიგნე ქართველი. იმიტომ რომ თიან რომ ქართველი არ სვამს, საქმეს არ აფუჭებს და მუშაობს რაც მას ევალება, არ ევალება აკეთებს ყველაფერს. ოჯახში. ჩვენ ახლა მოხუცთან მუშაობა რო გვევალება, ხო კანონში გვიწერია რომ ჩვენ არ გვევალება სახლის დალაგება და უთავება ისა მარტო უნდა უვაროთ მოხუცს და ის სივრცე სადაც არის მოხუცი, კონდეს უნდა წესრიგში დამთავრდა. იმის იქეთ 5 ოთახიან ბინაში ცხოვრობს თუ 10 ოთახიაში სხვა ოთახები არ უნდა დაალაგო, მაგრამ ქართველები ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩემი ჩათვლით. გასაგებია, ხედავ და უკაცრავად ქალბატონო. თქვენ რო ახსენეთ დალევაო, რა ეს სხვა ქალები სვამენ ქართველების გარდა? როგორ გეკადრებათ აქ ისე სვამენ რუსები, უკრაინელები, ალბანელები, რუმინელები, ქურდობენ. ძალიან რამდენს გამოაგდებენ ლოთობის გამო. განსაკუთრებით უკრაინელებს ვერ იტანენ საერთოდ. ოი რა სლაპა. ანახვა უნდა პრავის. ხო ეს რუსებსა და უკრაინელ ქალებს ჩვევეთ. ქართველი ქალები არ არა, მასიურად ჩვენ მე არ ვიცი ხო. არა, ეს სიგარეტი, სადაიხა სიგარეტი არაფერი ისეთი ის არ არის და უბრალოდ გეკითხებიან ოჯახში რომ შედი ხარ თუ ეწევი და თუ ეტყვი კი გთხოვენ რომ აი ბებოსთან მოწევდა აივანზე მოწევი და რაღაცა, მაგრამ იციან ახლა აქ როგორ არის, ერთ რო გაიგება რომ ქართველია და კარგი ხარ, მე უკვე გადასცემენ ერთმანეთს და აი ქართველს ზააგ უპირატესობა. იმ ხრივ რომ ენდობიან. შეუძლია თელს ისე დაგიტოვებენ და ჩაკავენ რომ არის და ქალბატონო მადონა ქართველი ქალი მარტო მოხუცებთან რო არის, ბავშვებთან თუ არიან ბებისიტერებად? კი. არიან ესეთი ქალებიც, აჰა. კი, არიან ასეთი ქალებიც, მაგრამ ეხლა რა არის იცი უკვე გაიხსნა აქ სკოლები ბარში განსაკუთრებით, უკვე იცით როგორ არის, ვინც ცოტა ახალგაზრდაა და რაღაცა ცდილობს რომ აი სკოლაში ისწავლოს, აიღოს საბუთი და შეუძლია კაზარი როგორ არის, მოხუცთა სახლში იმუშაოს და არ იმუშაოს ერთ მოხუცთან. და ახალგაზრდები რომ მოდიან 25 წლის, 30 წლის, 35-40, არ უნდა იმას ერთ მოხუცთან და იმას ურჩევნია მოხუცთა სახლში იმუშაოს, ან ბებისიტელად იმუშაოს პატარა ბავშვებთან. სწავლობენ და იღებენ სერტიფიკატს. თვითონ როგორია თვითონ იტალიელი, თქვათ სახლის, თქვათ მეპატრონეები, მოხუცები, როგორ ეპყრობიან, თქვათ ამ მოსამსახურე ქართველებს? თვითონ იტალიელები როგორ უყურებენ ქართველებს? როგორ გითხრათ, აი გააჩნია როგორ იცი, აი ძალიან გენდობიან, მე მაგალითად ჩემი თავით ვიტყვი, ძალიან ნდობაში ვარ შემოსული ახლა, მაგრამ არიან ისეთი იტალიელი წუნწები არიან, აი სიმართლეს გეტყვით, ისეთი წუნწები არიან, მაგრამ აი რაც გეკუთვნის კანონით ცდილობენ როგორ ვერ დაგაგრონ. და როცა შენ საბუთი გაქვს და ისა, მაშინ ვერაფერს ვერ დაგაკლებენ, იმიტომ რომ საბუთში პირდაპირ გიწერია და ეუბნებ მე მივდივარ კავშირ და მეკუთვნის ეს და უნდა გადამიხადო ეს. მაგრამ რაღაც კომპრომისზე მივდივართ, ახლა ცოტას მევხუჭავ თვალს, ცოტას ისინი და რაღაც აი საშუალო გამოგყავს. მაგრამ უსაბუთოებს ძალიან იმაშვებიან. აი ხელფასთან დაკავშირებით ამუშავებენ 1000 ევროზე, როცა იმან უნდა იმუშაოს 1200-ზე და უშუალოდ და იმიტომ რომ მოხუცია, ჩავარდნილია სიმძიმე ხო უნდა აწიოს რაღაც და არიან საჭმელში როგორები იცი აი გამოზომილი აქვს და ჩვენ ქართველები ხო იცით როგორ ვართ ერთი ქვა მესაჭმელი უნდა გააკეთო და აქ არ არის ორი პერსონა ხარ
ორინაჯერი ხორცი, ორინაჯერი რაღაცა და ესე მაცივარში ხა ჩემთან შეხედო არაფერი არ არის. იმიტომ რომ ესია. ხო, ამზადებს. ხო, მხოლოდ და მხოლოდ იმის დროს ამზადებს, როცა მოთხოვნილება არის და რა ასაკის ქალებია ჩვენი ქალები? ბატონო რეზო ცხენია რო გითხრათ, მაგრამ 75 წელსაც არის და 80 წელსაც არიან აქალები. თვითონ მოსავლელები. რა სამკაც 80 წლის ქალიც ხედავს მოხუცებულს? აუჩში კვედრია და მithქვია ჩემ გულში ღმერთო, როგორ შეიძლება აი ამას თუ არავინ არ აყავს სახში როგორ გული მოგიკვდებათ ბატონო რეზო ხუჩაბათ რო აქ საერთოდ ხუჩაბათი და კვირა არის დასვენება ბარში რო გამოდიან იცით როგორ შეგეწოდებათ მაგრამ რა ქნას ეს ასაკიანი ხალხი ჩამოდიან და მინიმუმი ასაკი ქართველი ქალებს არის 20 წლის გოგონები 25 წლის თუ მუშაობს? არის 25 წლის გოგოც მუშაობს კაცო? 20 წელსაც მუშაობს ბატონო რეზო დალაგებებზე დადიან. არა, მოხუცის მოვლას ვიძახი. მოხუცის მოვლაშიც არიან, კი, რო გითხრა რომ არ არიან მეთქი, არა, არიან. შეუძლიათ მოხუცის მოვლა 25 წლის გოგონებს, რომანტიკოსები არიან, თქვათ აი ბებოს გადაბრუნება, გადმობრუნება და დაბანა, ჭაჭამა, ჩარეცხვა, შეუძლიათ ეგ არ გამაგიჟო? ეხლა ყველა მოხუცი ვარ ჭირდება გადაბრუნება და გასაგები ესე არჩევენ, გავიგეთ არჩევენ, ესე იგი არჩევენ ისე, ხო? მე არის არჩევანი იმისა მამაკაცთან იმუშავებ თუ მდედრობითან, გოგონები ეხლა მამაკაცთან როგორი იმუშავებენ 25 წლის გოგოები? მუშაობენ თქვენ წარმოიდგინეთ. ой, არ გადამროთ. არის ისეთი ტენდენციებიც არის, რომ რაღაცა ფლირტი იყოს და ხელი წააპოტინონ ჩვენ გოგოებს ან ქალებს. არის ეგეთი შემთხვევები? არა, არის მასეთი ახლა ძალიან ის მოხუცი თუ შეიძლება რაღაცა, მაგრამ ერთ ორს რო დაუყვირებ და ეტყვი არა და მე ხეხლა პოლიციას დაუძახებ, იყო ასეთი შემთხვევა, ეგრევე ეშინიათ. ამათი კაცები ძალიან შიშრები არიან, იმიტომ რომ აქ ხო იცი, ქალის კულტია იტალიაში და არანაირად და მით უმეტეს რო სტრანიერი ხარ და უცხოელი ხარ და ხო იცის იმან რომ თუ აზრიანია მამაკაცი და რო ეტყვი იმას რომ მე ახლა პოლიციაში ვრეკავ ის აღარასოდეს აღარაფერს გაბედავს და ახლა თუ შენ აძლევს საშუალებას ეხა დავიცი უკრავდა თუ არის კიდე ესეთი შემთხვევა რომ თქვათ მოხუცი დაქორწინდა ჩვენ ქართველ ქალზე მომვლელი ან რაღაცა მისცა ასეთი შემთხვევები თუ მოხსენიათ კი, ძალიან ბევრია. არის ისეთი შემთხვევა, რომ აი არ დაქორწინდა არაფერი, მაგრამ ანდერძით დაუტოვებს. რო არიან, მაგრამ ეხლა როგორ არის, უკვე ადვოკატები მუშაობენ, როცა არის უპატრონო მოხუცი, იყვანს იმას ადვოკატი და ადვოკატის ხელში გადადის ყველაფერი. ადრე უფრო სხვანაირად იყო უფრო უტოვებდნენ და ეხლა ადვოკატის ხელში რო არის და ადვოკატი რო კურირებს იმ მოხუცს ხო შენ გაძლევს იმას რაც გეკუთვნის იმისევით აღარაფერს მის ხელში რჩება ყველაფერი. ან მოხუცს პატრონობს უპატრონო მოხუცს ეკლესია და იტოვებს აბსოლუტურად ყველაფერს ეკლესია. უფრო მეტი შემთხვევაა ეკლესიის. კეთილი, ხوار შეგაწუხეთ კითხვებით. არა, პირიქით შეგეკითხეთ. და როგორია ეს ფანტაზიები და რომ მუშაობ და რომ ეს გარკვეული კითხვები დავსვი საყოფაცხოვრებო კითხვები და გაიგონი იქ რომ მირბიან რას მირბიან იცით რას გეტყვით ეს იმათ როგორიათ საქართველოში ისევ ჩვენი ბრალია ქართველების იცით რატო იქ რო ჩადიან ქართველები შვებულებით ერთი თვით რაღაც ორი კაპიკი რო აქვთ მოგრობილი ხო იცი მე თვეში გინდა რომ ყველაფერი ნახო მე იქ სახს აკეთებენ რაღაცებს აკეთებენ ისა ზოგი ტრაბახობს ახლა ქართველებს ტრაბახი უყვართ მე ესე მუშაობ მე ამდენი მაქვს შემოსავალი სინამდვილეში მასე არ არის და ის მეზობელს რო ესმის გაჭირებული რო აგვერზე ვაიმე იმას გონია რომ ვაიმე ეს ამას არაფერი გაჭირება არ აქვს ხელს გაიწვნას და ხიდან ჩამოგრიფავს პულებს ანუ ეს მალავს თავის გაჭირვებას და იმათ აგულიანებს რომ ესეა და მე რო ჩამოდიან აქ და უკვე ეჯახებიან სინამდვილეს იცი რამდენისგან გამიგია უი ასე რომ ცოდნო და არ წამოვიდოდი ძალიან ბევრი მოდის აი ერთმანეთის წაბაძულობით სახლი აქვთ კარი აქვთ ყველაფერი აწყობილი აქვთ მაგრამ მოდის ბევრჯერ დამისვია შეკითხვა აი რა გინდა რისთვის მოდიხარ ხო გააქვს საქართველოში ყველაფერი და უკვე პასუხი აღარ აქვს, იცი, მე სხვანაირად მეგონა და სხვანაირად. მე უკვე შეტოპილი რო აქვთ, უკან ვეღარ ბრუნდებიან.
და მე ჭაობია უკვე აქ. ერთი წელი გაჩერდები, 2 წელი, 3 წელი და უკვე რო ეჩვევი ამ მუშაობას. ყველათვის ბოლოს ხელფასი ეჩვევი. მე რა არის იცით ბატონო რეზო? კანონით როცა მუშაობ, ყველაფერი გაქვს, მეცამეტე გაქვს, შობულება გაქვს, უკვე დღეებზე მუშაობ გიხდიან. ანუ აბსოლუტურად არის ყველაფერი ანაზღაურებადი. როგორ თქვენთან ესეა აქაც. ყველაფერი ემორჩილება კანონს. ამას ჩვენ უკვე შეჩვეული ვართ. მეც ეხლა აი ჩემ მაგალითად განა არ მინდა საქართველოს დაბრუნება მინდა, მაგრამ მე შინი არის იცით, აი ვერ გავჩერდები უმოქმედოდ ხელფასის გარეშე. რა გავაკეთო? შევაჩერდე 300 ლარს იმ დღეს თქვენ იმას უსმენდით და ვერ ჩავერთე პენსიასთან დაკავშირებით რო ლაპარაკობდით აი ქართველებს პენსიები აქვს აქ და იქ მართალი ძამდებით თქვენ ჩვენი გადახდილი ფულიდან 100 ევროს გვაძლევენ ფაქტიურად 300 ლარია ხო? ჩვენი ხელფასი მეტი არა. მაგრამ აი უყურე აქ რა ხდება ჩვენთან მაგალითად ბევრმა ქართველმა ქალმა წარადგინა საბუთიანზე მაგლაპარაკი კავშირი საბუთი რომ შვილი ყავს უმუშევარი საქართველოში ქმარი ყავს უმუშევარი საქართველოში და იტალია ეხმარება იცით დიდი ახლა ბევრი არაფრით მაგრამ ზოგს 200 ევრო აქვს დახმარება ზოგს 150 იმიტომ რომ მას შვილი და ქმარი იქ უმუშევარი ყავს და თვითონ არის აქ მოქალაქე არა მუშაობს ხო, ესეც არის ერთგვარი დახმარება, ერთჯერადი დახმარება. ცნაურია, ესეთი ინფორმაცია ბევრმა არ იცის, რაც მოგვაწოდეთ. ბევრი აკეთებს მასეთ დახმარებას და ესა და დანარჩენი რაც კიდე შემეკითხეთ, თუ რა ვიცი. კეთილი, ამოც დღეს არ დაგღალით, ამით შემოვიფარგლოთ და რა თქმა უნდა, ქართველებისთვის გასაგები იქნება ეს მაინც თქვენ მოქალაქე ხართ იტალიაში და გაიგონ რომ ესე ადვილი არ არის თქვათ იქ ცხოვრება ყველგან მძიმეა და მუშაობა ყველგან და ესე რომანტიულად არ შეიძლება ადამიანი წავიდეს და ეს ქართველი ქალები როგორ რა დღეში არიან მან და თავრობამაც ყურად უნდა იყოს ეს და შევარცხენა საქართველოს სახელმწიფო რომ ისეთ მდგომარეობაში ჩაყარა ხალხი რომ გარეთ გაყარა სამუშაო და იქიდან ეხმარებიან თავრობას და თავისიანებსაც რა. კეთილი, დიდი მადლობა ქალბატონო მადონა. გადაგდებოდეთ სასიამოვნო იყო თქვენი მსმენა უღრმესი მადლობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენს.